შენ ამ გონი პაპუნა უნდა იყო ხვლივიძე არა მერე და რა პაპუნა ვარ ისა რომა აჰა ეს შაიბალი მეფე სვიმონის წყალობის იგელია მან დასწერია ყველაფერი აბა ამისა მე რა გავიგო ტახტის აზნაურობა გიბოძა მეფემა 20 კომლი გლეხი და მიწა მამული დანარჩენი შენი სოფლის ღდელს წააკითხე ძალიან ავჩქარობთ აუ აზნაურობაო ნაცრად ვიგდებ თუ რა არის კაცო აბა ამას უკვე მასხარაობისთვის ვისაც ალია ნაწყალობები მამული ჩაიბარე და სიმონის დაძახილზე შვილ ძირიანა ომში გამოდი გაიგე ისედაც ყველგან ვახტი მეფესა სადგარი პური გავტეხოთ კაცო რამ გაგაშტერა კაცო წყალი დამალეინე სიზმარში ვარ თუ რა ხდება ჩემთავს დედაკაცო შენც ეგარ გინდოდა მე მშვიდობე ახლა გუთანს დააქნია შენი გველის პირული სადმე სატახტის აზნაურობა სიზმარში ვარ ნაღდია მეგონა დაგსჯიდა მეფე არადა ქვლივიძიან ოჯახში მხოლოდ ქალებმა იცოდნენ რაც ხდებოდა რადგან ერთი თვით ადრე სანამ მათი პაპუნა ომიდან შინ დაჭრილი დაბრუნდებოდა მათ ეზოს ღამით 3 უცნობი მხედარი მიადგა ჩვენები დაგრუნდნენ დიდება შენ დაღვართა წყალი დაგვალევინეთ გალებო წყალი რა ბედენა შინ შემოგბრძანდით და პურღვინო მირთ ნაუმრებს აგევხართ რა ამბავი მოგაქვთ კარგი ვერაფერი დავმარცხდით სვიმონ მეფე როგორ არის? ხომ მშვიდობით გამოაღწია ომიდან? აღარ ყავს სიმონე.
მოგვიკლეს მეფე. მეფე თუ მოგვიკლეს, თქვენ საიდღა გამორბოდეთ, ლაჩხერებო. ჩემი ქმარშვილიც ომში იყო. და თუ მეფე აღარ ყავს, ისინიც ნუ დაბრუნებულან შინ ცოცხლები. რაღა აზრი აქვს იმათ შერცხვენილ სიცოცხლეს. ისი ოჯახია ესა? აპუნა ქლივიძისა. ბარაქა არ მოგაკლოთ უფალმა. შიმშვიდობით დაგვიბრუნოს ქმარშვილი. დედაკაცო. ცხენები. აი, ოჯახი. გაიგეთ. რეები თქვა დედაკაცმა. ესეთებზე დგეს ქვეყანა. მერტი გფარავდეს მეფე. მეფეო? სიმონიო. ერთხელ ყავს ნანახი. ჯერ კიდევ არ გავიხსენე, მაგრამ ცხენზე რო ჩდებოდა მაშინ.